ვიყავთ, აი მე და ბავშვი ყოფილვართ ექიმთან და ექიმი მავალებდა დედას რა უნდა უთხრა, რომ ბავშვს გაუკეთოს. არავინ ბავშვი მარტო აი გარიო ბავშვს შავა გაუტყდა შუნებდიო, ეცოდინებოდა მერეო. აი ეგეთი ჯანსაღი კრიტიკა ყველაფერს აბსოლუტურად, აი აბსოლუტურად ყველაფერში შემაქვს ეჭვი და ყველაფერს უსვამ შეკითხვას, რომ აი რატო რა, აი რაღაცა გითხრეს, რომ ესეა და აი ერთი რჩევა შეიძლება აქეთ თავიანთთვის რომ რამე წამოიღონ, მაგრამ მივცე რომ ანუ მართლა ბევრი რაღაცის სწავლა შეიძლება ბავშვისგანაც. მოგესალმებით, ეს ჩვენი პოდკასტის მე-12 ეპიზოდია. დღევანდელი გადაცემის თემა არის მამობა, რომელიც ყველა დედიკობისთვის ძალიან სენსიტიური და მნიშვნელოვანი თემა არის. ვისაუბრებთ მამის როლზე აღზრდაში და ასევე ვისაუბრებთ იმ ქართულ კლიშეებზე, რაც მამის როლს თან ერთვით. და ჯერ კიდევ საზოგადოებაში ეს კლიშეები არსებობს. ჩვენი გადაცემის დღევანდელი სტუმარი არის მსახიობი გიორგი მახარაძე. ასევე გიორგი არის ძალიან აქტიური და ძალიან ესეთი კარგი მამა, რომელიც სამაგალითო არის ძალიან ბევრი მამამალი მამიკოებისთვის. ჩვენი გადაცემის დღევანდელი სპონსორი არის Baby Bio, 100%-ით ბიო ორგანული ბავშვთა კვება საფრანგეთიდან. გიორგი, მოგესალმები კიდევ ერთხელ. როგორც უკვე აღნიშნე, როგორც ცნობილი ფანტასტიკური მსახიობი ხარ, ასევე ხარ ძალიან აქტიური, ძალიან კარგი მამა და ჩემი შეკითხვა ეს იქნება ესეთი. აი, როგორ იპოვე შენ თავში ის მომენტი? ან თავისით განვითარდა ეს მამობის ეტაპები თუ აი რაღაცა დავალებასავით დაუსახე შენ თავს, რომ ძალიან აქტიური უნდა ყოფილიყავი, რაღაცნაირად მოგვიყევი, როგორ გადაწყდა შენი მამობის საკითხი. მადლობა მოწვევისთვის. დედების პოდკასტი გია. კი, დედების პოდკასტი, ოღონდ მამების საკითხი. ხო. ანუ როგორ არის, ეხლა ყოველ შემთხვევაში ეგრე უყურებ და მაგ კითხვაზეც მაგ პასუხს ვცემ ხოლმე, რომ ანუ ჩემი გადმოსახედიდან ეგ ჩვეულებრივი ამბავი არის, რაღაც კარგი მამობა რატო ითვლება რომ არა, ამას საზოგადოებაც აღნიშნავს, მინდა ვთქვა, რომ ძალიან აქტიური და კარგი მამა ხარ და ხო და მაგას ვიძახი, რომ ანუ მე ვთვლით, რომ ჩვეულებრივი ამბავი არის, ანუ ჩვეულებრივად გადანაწილებული გვაქვს პასუხისმგებლობები, ანუ როგორც ჩემი შვილია, ისე არის მარიამის შვილიც და მან მგონია, რომ ეგრე თავისით ნაწილდება რა. მე ხა პირველი შვილი მყავდა, ძალიან პატარა ვიყავი, 19-ის 20-ის გავხდი და მაშინ გაჩნდა ელენე რა. მაშინ სიმართლე გითხრა, ვერ ვიაზრებდი მაგ პასუხისმგებლობას, უბრალოდ ესე ინფორმაცია მქონდა, რომ მამა ვიყავი რა, იმეთი ვერაფერი. მე რაც გრძნობდი პირველი შვილი, რომ აი განახორციელა. ხო და აი ძალიან ის იყო რა, გაუაზრებელი. იყო ჩემი, ანუ აი ეს მამის როლი რა, ანუ არ ვიცი, ან ასაკისბრალია, ну ასაკისბრალიც არის თავისთავად და ისედაც სიტუაცია ისეთი გქონდა, რომ ну ბევრი ადამიანი იყო, ვინც ელენეს უვლიდა და მეც რაღაცა ჩართულობაც დიდად არ მქონდა რა. ნიკას შემთხვევაში უკვე რაღაც ცალკე ვიყავით მე და მარიამი და მან სიმართლე გითხრა, თავიდან სანამ ნიკა დაიბადებოდა უკვე რაღაც ინფორმაციებს ვიძიებდით და რაღაცა კურსებიც გავიარეთ და ხო რა, რაღაცა ბავშვთან აღზრდის მეთოდების მხრივ და მაქედან მე თავისით უკვე წავიდა რა. აი ემოციური მომენტი, როდის ქონდა პირველად, რომ გაიაზრე, აი რაღაცა ალბათ კარგი მამა ვარ. აი თუ ქონია ეგეთი მომენტი? იცი როგორ არის, მე ხა, ანუ მე ესე ჩემ თავზე არ ვიცი რა, როგორ რამდენად ვილაპარაკო, მაგრამ ეხლა რა, ანუ უფრო მომემატა, აი რასაც გულისხმობთ რა პერიოდიდანაც ეგ მამობის ამბავში ვარ. რაღაცეებს უფლებას უფრო ნაკლებს ვაძლევ ჩემ თავს და რაღაცის დანაშაული შეგრძნებები მომემატა უფრო მეტად. აი რა უფლებაზე საუბრობ, ეგეც რა გითხრა? ну აი როგორ არის, მგონია რომ ბავშვთან ყოფნის რამდენი საათი ხარ მაგითი არ განისაზღვრება ბავშვთან ხარ თუ არა ეგ რა, იმიტომ რომ ვთვლი რომ
ემოციურად უნდა იყო ბავშვთან როცა ხარ შენც იქ უნდა იყო რა და აი მე ყოფილი ვარ მაგალითად გამიტარებია მთელი დღე ნიკასთან ერთად და ნახევარზე მეტი აი თავში სხვაგან ყოფილა ესე ფიზიკურად ერთად ვიყავით მაგრამ ფიქრებში სხვაგან ხარ რა და აი ეგეთ ყოფნას არ ვთვლი რა რომ ბავშვთან ვარ რა და ეგეთ დროს მე ჩემ თავს რაღაცებს მოსშვები ხოლმე რა აი თუნდაც აქტივობის მხრივ როდესაც ნიკასთან ერთად ხარ პირობითად რა აქტივობით ხარ დაკავებული აი თუ სხვა ფიქრებში თუ არ ხარ და სადღაც სხვაგან რო არ ხარ მაგ დროს არ ვიცი მაქსიმუმ ანუ ბავშვი ხო რაღაც ყველაზე აქ და ახლა რო ვიზახით რომ აქ უნდა ვიყოთ და ბავშვი ხო ყველაზე მაგრა არის რა მაგ მომენტში და შენც მაგაში გეკაჩება სულ რა შესაბამისად არც გაძლევს საშუალებას რომ სადღაც იფრინო იმიტომ რომ რასაც აკეთებს ბოლომდე იმაშია ჩართული რა და მეც გინდა არ გინდა ეგრე ვარ ხოლმე რა იმიტომ რომ სხვანაირად არ გამოვა მაშინ აი უკვე იმაში გადადიხარ რომ უბრალოდ ფიზიკურად ბავშვთან ერთად ხარ რა და ემოციურად აი მაგის ძალიან ჯერა რომ შენი ემოციები ძალიან გადადის ბავშვზე რა და გონია რომ შენ თუ სხვაგან დაფრინავ გინდ ყოფილ ხარ იმ დროს ბავშვთან ერთად გინდა რა აი მსახიობობა როგორზე გადავდოთ ან როგორც არამსახიობი გიორგი წარმოვიდგინოთ რომ ხარ უბრალოდ მამ აი შენ თვით შეფასება როგორი იქნებოდა ამ შემთხვევაში თვით შეფასებას მსახიობობა არ მიწევს სიმართლე რომ გითხრა თვით შეფასებასთან ისედაც ცოტა მაქვს საქმე რა მაგრამ ну ესე ცოტა გვერდიდან რომ შევხედოთ რა ვიცი ну მე რაც შემიძლია მაგას ვაკეთებ რა ეხლა რაც არ შემიძლია იმას ფიზიკურად ვერ გავაკეთებ და რაც შემიძლია ვცდილობ რომ მაქსიმალურად გავაკეთო რა და ამიტომ გონია რომ დამაკმაყოფილებელია რა აი როგორი რაღაცა არის აი ამბობენ ხოლმე რა დედას შვილი მუცლიდან გრძნობს და დედაშვილს მუცლიდან გრძნობს რაღაცა სხვა კონტაქტია დედაშვილს შორის როგორ არის აი შენ როგორ აღიქვამ ამ ყველაფერს აი მუცლიდან ყოფნის პერიოდიდან ან მამაშვილს შორის როგორი კონტაქტია აი მაგისიც მჯერა რა ძალიან რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სანამ დაიბადება მანამდე აი მშობლებს უნდათ თუ არა ბავშვი რომ დაიბადოს და საერთოდ რა დამოკიდებულება აქვს რომ ეგ რაღაც გავლენას ახდენს რა ხო და რა ვიცი ჩვენ შემთხვევაში ეგ პრობლემა არ ყოფილა პირიქით გვინდოდა გეგმავდით და ისე მოხდა ყველაფერი და მგონია რომ ეგ რანაირადაც ველოდებოდით და ვემზადებოდით ეგეც თავისას შვება რა მამის შემთხვევაშიც და დედის შემთხვევაში ნუ დედასთან ალბათ რაღაც კიდე სხვა ბმებიც აქვს რა თქმა უნდა ბავშვს მაგრამ რაღაც ეჭვიანობის მომენტი არ არის ხოლმე აი ეს რაღაცას რო იძახიან რომ აი დედასთან უფრო მეტი კავშირი არის ვიდრე მამასთან ხო მე ბრაზდები ხოლმე აი ძირითადად ხდება აი ინტერნეტ სივრცეში ხდება ხოლმე რომ რაღაცა ბავშვზე თუ არის ლაპარაკი ინტერნეტ სივრცეში კი არა ისედაც აი რაც ექიმთანაც რო ყოფილ ვართ აი მე და ბავშვი ყოფილ ვართ ექიმთან და ექიმი მავალებდა დედას რა უნდა უთხრა რომ ბავშვს გაუკეთოს ანუ აი იმას რომ დავანებო თავი რომ თვითონ მამები და თვითონ საზოგადოებაში რაღაცა ეგ სტერეოტიპი არის რა აი ექიმებშიც კი გადასული არის ხო იმიტომ რომ ხო ანუ ჩემთან ერთად მისულები ვართ და დავალებას მაძლევს ბავშვს აი რაღაც თქვა წამალი ან რაღაც რა უნდა დავალევინოთ დედას უთხარით რომ აი საღამოს დაალევინოს და შუადღეს და მაგაზე მინდა რომ გკითხო სხვათა შორის ძალიან აქტუალური თემა და აქტიურად არის საქართველოში ეგ თემა რომ რაღაცნაირად მამების ნდობის საკითხი არ არის ალბათ რაღაცა დედას უფრო მეტი როლი აკისრია ბავშვის სამსახურში თითქოს ეგეთი სტერეოტიპი არის თითქოს არა არის ხო პრობლემა შენი აზრით რა შეი კულტურაში პასუხისმგებლობაში გარემოში აი მეტად რა არის აი პრობლემა იმაშია რომ და რობოტებივით ცხოვრობთ მოსახლეობის 99% და ყველაფერში რა ეხლა მეც იმას კი არა მე არც მე ბევრ სხვა რაღაცაში ეგრე ვარ და მაგაშიც უბრალოდ რაღაცაში მე რაღაცა მომენტი დგება ალბათ რომ რაღაცა კითხვა გიშდება თუ რაღაცაზე სხვანაირად დაფიქრდები და მე გაყვები და შეიცვლება რა რაღაც და მგონია რომ აი ეგრე გვაქვს რა რაღაცა დაზეპირებულად გვაქვს კითხვას არ უსმევთ რომ აი რატოა ესე რა მაგ კითხვების გარეშე მივყვებით ყველაფერს რა და ეგეც ერთ-ერთი რაღაც ნუ შეიძლება კულტურულადაც რაღაცა იყო რომ რაღაცა მამაკაცს რაღაც ოჯახში რაღაც უნდა შემოიტანა და ქალი უნდა მაგრამ ალბათ დროც სხვა იყო ისიც სხვა იყო ბევრი რაღაცა იყო სხვანაირად ხო და
ანუ არ ეთანხმები რომ მამაკაცი მარტო შემომტანი უნდა იყოს. არა, მამაკაცი კაც ჩვეულებრივად ქალიც უნდა იყოს და კაციც უნდა იყოს. რაშიც შეუძლიათ რომ პასუხისმგებლობები გადაინაწილონ. ნუ თუ მაგაზე თანხმდებიან რომ აი მიდი შენ შემოიტანე და მე სახში ვიქნები და შვილს გაგიზრდი. მაგრამ ისა მაგაც გონია რომ ანუ თვითონ აღიქვამს მაინც არ ვარ მაგისთვის მზადეს. ანუ სულ რო ეგ შეთანხმება იყოს თქო მაგას ვიძახი მაინც მგონია რომ რაღაც შენ შვილს რო იცნობდე მაგის ინტერესი შენ უნდა გქონდეს. თორე ანუ ეგრე შეიძლება იქ დაალაგო რომ აი მიდი შენ მიხედე და მე ფინანსურად რაღაცა რა, მაგრამ მე რო რაღაც მომენტი დგება, სადაც საჭიროა რომ რაღაც ემოციურად რაღაცა დაეხმარო ბავშვს, თუნდაც მე დიდობაში უკვე აცდენილი რო იქნებით, მე ბევრად ისეთი პრობლემები იწყება, რასაც მე უკვე დიდასაკში დალაგება ძალიან რთულდება რა. ან შენი აზრით შეიცვალა ეს თუ ჯერ კიდევ ძალიან ბევრი გვაქვს გასავლელი გზა რომ რაღაცა შევცვალოთ ამ მიმართულებით? რავი, არ ვიცი ასე მე მაინც გონია რომ ახალგაზრდა თაობაში ესე არ არის ვიდრე ჩვენს უფროს თაობაში. მე ხლა როცა ბავშვი მყავს სადღაც რაღაც შეირნობ თან რაღაცა ძალიან ბევრი ხდება მარტო მამაშვილი რო არიან ხოლმე და მაგრამ მასიურად ალბათ მაინც ხო მიდგომა არის რა. ოღონ მე არ ვიძახი, კიდევ ხო ვიღაცამ შეიძლება თქვას რომ რაღაცა ნუ აი სხვანაირად ფიზიკურად ვერ ხერხდება რა, რომ ეგრე არ იყოს. მაგრამ მაგ დროსაც მგონია რომ აი სულ რო 1 საათი ხერხდებოდეს მაგ 1 საათის გატარებაც შეგვიძლია ისე რა ანუ მაინც დედამ ბავშვი მარტო არ უნდა გაზარდოს, ანუ დღევანდელობიდან. არავინ ბავშვი მარტო არ უნდა გაზარდოს. დღევანდელობიდან განვიხილოთ, ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე, როდესაც ანუ კი ერთ დაოჯახებულები არიან ერთად ცხოვრობენ, მაგრამ მაინც მეტი პასუხისმგებლობა დედაკის ეკისრება. ხო. მამა ძალიან ცოტათი არის ჩართული, ესე ვთქვათ, შვილის აღზრდაში. ხშირ შემთხვევაში ესე არის და მაინც გონია რომ მე ესე მგონია ყოველ შემთხვევაში რომ ძალიან თანაბრად უნდა იყოს ორივე მშობელი ჩართული და მგონი შენც მეთანხმები ამ. კი ბატონო. აი, შენ წარმოდგენაში რას ნიშნავს კარგი მამობა? კარგი მამობა რას ნიშნავს? ერთული კითხვა. ანუ მე მაინც კიდე US გავიმეორებ, რომ თავარი მგონია, აი რა ვიცი, მამაშვილზე ვლაპარაკობ და მაგ ურთიერთობაში, რომ ემოციური კავშირი რა და ემოციურად გაზარდო ბავშვი და ემოციურად ედგე გვერდში რა. მაინც ეგ გონია, აი ხა რაღაცა საქანელაზე წავიყვან ბევრჯერ თუ რაღაცა ამის სათამაშოს უყიდი ბევრს ეგ ჩემი განმოსახედიდან არ განსაზღვრავს კარგ მამობას რა. ანუ ერთხელ თუ დაბანს მამა, ესე ვთქვათ, რაღაც გმირობად ითოლება და აქამდე ეს გმირობა არ არის ალბათ ხო? ხო, ვიცი. ადრე ესე ითოლებოდა ყოველ შემთხვევაში რომ რაღაცნაირად აღნიშნავდნენ რომ აი მამამ დაბანა დღეს, მამამ გაასეირნა დღეს და რაღაცა ძალიან ბავშვი მარტო შენ ყავს. ბავშვი ეგეთი გაოგნებული ისინი ყოფილა მაგაზე რომ მარტო შენ ყავს ბავშვი. აი შენ თავზე შენს მამობასთან დაკავშირებით, როგორც შენ მამა, შენ თავზე თუ გსმენია რამე ესე კრიტიკული შეფასება? კი, ოღონდ პირიქით რა, ანუ რო არ ვეთანხმები ეგეთი კრიტიკული, იმათთვის რომ კრიტიკულია. აი მაინც როგორ? აი რაღაც ვიდეო მიდევს ერთი ეგ გამახსენდა ეხლა ისე, არ ვიცი, სხვა მახსენდა. და ის რა ქვია, რაღაც ნიკამ მირტყავს რა, რაღაცა იმაში. და მან მომწერა ვიღაცამ თუ დაწერა რომ აი ეგ არისო ბავშვო, ისე გაუტყლაშუნებდიო, ეცოდინებოდაო მერეო. აი ეგეთი ჯანსაღი კრიტიკა მიმიხია. ეგ საოცარი კომენტარია. 2 წლის ბავშვს რომ უნდა გაუტყლაშუნო თუ იმესი ბავშვი. ნუ ხვდებით რომ საზოგადოება ჯერ კიდევ არ არის ამ ბევრ რაღაცისთვის მზად. არა, მიუღებლობა აქვს ბევრი რაღაცის რა, აი რაღაც ამ ახალი რაღაცა მეთოდები რო არის მაგის ისა აქვს რა, რაღაცა ბლოკავენ, რომ ეხა აი შენ მასწავლე როგორ გავზარდო ბავშვი და ყველაფრის უფლებას აძლევთ და რაღაცა ეგეთი ისინი ხედვები არის მაგაზე, მე არ ვთვლი რომ ეგრეა რა, მაგრამ ვიღაცებისთვის აი გაუაზრებლად ოღონდ აი რაღაცა ჩაძიების გარეშე რომ რაღაცას გაიგებენ, რომ აი ბავშვს რაღაცა ეგრევე მაგ
იმას არ ქმევენ, რომ არასწორია რა და მე უფრო კარგად ვიცი, როგორ გავუსტარდო ბავშვი და არც თვლიან საჭიროთ, რომ თქვათ რამე მოიძიონ და იმას. მე ეგ ელენესთან მქონდა პირველი ის რა, ეგრე პრაქტიკაში, რომ ვიკითხე რა, რაღაცა ბავშვთა ფსიქოლოგთან რაღაცა საკითხზე უნდა დავლაპარაკებოდი, პატარა იყო მაშინ რა, ელენე. ალბათ 9 წლის იყო, 8 წლის და გავიარე ეგ, იმიტომ რომ შავთვალე საჭიროთ, რომ კი არა და ვიფიქრე, რომ დაუშვი, რომ შეიძლება არასწორად ვფიქრობ რა და ესე დალაპარაკება ამ თემაზე ბავშვისთვის თქვათ არ მოსულა რა და აი პირველი ეგ ნაბიჯი ეგ იყო რა რომ 1-3 მის მქონდა რა სესია მისვლა რა ფსიქოლოგთან მოხდა და მანდ მე უკვე დაუშვი უკვე ესე გრძელვადაშიც რომ ანუ შეიძლება რაღაცა მეგონოს რომ ეგრეა, მაგრამ არ იყოს რა სწორი რა და როცა ბავშვს ეხება საქმე და რა ვიცი ჩვენი თაობა და ჩვენი კიდე წინა თაობა რანაირი დასტრესილიც ვართ ბავშვობის გამო გაზრდილი შეიძლება რაღაცა იგივე მოხდეს რა და ძალიან კარგი თემა შეეხება, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ანუ ფსიქოლოგის ჩართულობას, ანუ ესე არ აქცევენ ყურადღებას, არა მნიშვნელოვნად არ აღიქვამენ, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, თუნდაც თინეიჯერებში, თუნდაც პატარა ბავშვებში, რომ ანუ რაღაცა დიდებშიც რა თქმა უნდა, რადგან უბრალოდ ბავშვებზე ვსაუბრობთ, რომ კარგი მაგალითია თუნდაც ის, რომ მივმართოთ ამ მიმართულებად ვიკითხოთ, ანუ ძალიან ცოტა ხანია, აი თუ აიხსენებ საერთოდ აი ფსიქოლოგის კულტურა ჩვენთან აი რანაირი მიუღებელი იყო და რა უნდა მითხრას. ხო, იმან რა უნდა მითხრას. ხო რა, ეგ იყო და ეხლა აი ნელ-ნელა რაღაცა ცოტა მისაღები ხდება და რაღაცები მიდიან და ეკითხებიან რა, ანუ რაღაც თითქოს ეხლა იწყება ეგ კულტურა ჩვენთვის რაღაცა მისაღებად ითვლება რა და ამიტომ ალბათ დრო უნდა და ნელ-ნელა ის რა იკითხავ. აი რაღაც ჩვენ თავს უნდა ვაჯობოთ მანდ რომ კი შენ მაგარი ხარ და ზუსტად იცი როგორ უნდა გაზარდო ბავშვი, მაგრამ მაინც რო იკითხო, ეხლა მაგას რა უდგას წინ რაღაცა აუცილებელი არის რა. აი როგორც მამას რა მნიშვნელოვანი როლი გაკისრია ოჯახში და თუ არის რაღაც ისეთები, რასაც პირობითად არ დათმობდი. რას არ დავთმობდი? აი რაღაცა შენი რაღაცა გაქვს, რასაც აი არ დათმობდი და ესე უნდა იყოს პირობითად, ან თუ არის ეგეთი რაღაცები? არ ვიცი, არა, ეგეთი არაფერი, მაგრამ არ ვიცი. ისე რა ვიცი, აი ხო გეუბნები რაღაცა ესე არ გვაქვს, რომ აი მე მიმყავს და რაღაცა, ნუ რაღაცები არის, რასაც ეხლა მე დილავით თქვა ბაღში სულ მე მიმყავს, იმიტომ რომ მანქან მომყავს და მე დამყავს და ისე დანარჩენი ახლა დღის განმავლობაში არ არის არაფერი ისეთი, რომ აი ამას და ამას უეჭველი მევაკეთებ, იმას და იმას უეჭველი შენაკეთებ. ხო რა, როგორც რანაირი დღეც გვაქვს, მაგის მიხედვით ლაგდება ეგ რა და პრიორიტეტი ბავშვი არის ახლა, როცა მაგასაკის ბავშვია მით უმეტეს სახში და როცა გაბრაზებენ, რა არის შენი როგორც მამის სუსტი წერტილი? რაში შეიძლება ესე თქვა გამოგიჭირონ ბავშვებმა? ეგრე რაღაცა ერთი რამე კონკრეტული არ არის, უბრალოდ აი თუ დიდი ხანი ვარ ვთქვათ ბავშვთან ერთად, ეგ ხა ნორმალური ამბავია. უკვე რთულია რა ბოლოს რა, ანუ შენ ციგლები რა თქმა უნდა. ხო, ნუ ემოციურად ძალიან რა და ბევრ რაღაცაზე მარტივად ვხიზიანდები რა, მაგრამ ვიცი ეგ როგორ გამოვხატო და საით გაუშვა, რომ ბავშვისკენ არ გაუშვა რა და მაგას ეგ ჯერჯერობით რა შემიძლია. ეგ სხვათა შორის კარგი თვისება, იმიტომ რომ ბევრს არ ბავშვად მაგას ანუ ამასაკიდან უკვე ვასწავლით, რომ რაღაც ემოციებს სახელები დაარქვას და რა როგორ გამოხატოს და რანაირად რა და ეგ ძალიან მგონია რომ მე რაღაც 30 წლის ასაკში ვისწავლე მაგასაკიდან რომ ეცოდინება ძალიან ბევრ ამაში შეუწყობს. ანუ ესეთი ქართული მოგვარების ტიპი არ გაქვთ ოჯახში, მაგრამ თანამედროვე გაცხედა ისწავლი. ეგ არ გვაქვს, ხო? ძალიან კარგია. და ის თუ ქონია ეგეთი მომენტი პირობითად, აი როდესაც აი მე მახსოვს შენ აღნიშნე ელენეს დროს, რომ არ იყავი მზად ამ ყოველფრისთვის და აი ის მომენტი თუ ქონია, რომ აი რაღაცნაირად როგორც მამა ისე ჭყალებში ვერ გაკაჩავდიან, რაღაცა ისეთი ვერ იქნებოდი. რა ეგეთი ფიქრები თუ მქონია? არ მქონია სიმართლე რომ გითხრა, რაღაცა მოტივირებული ვიყავი და
იგის არ მქონია. აი ახლა კიდე რო ვფიქრობთ შვილზე, ხანდახან ვფიქრობთ ხოლმე რომ კიდე თუ არა, აი მანდ ცოტა სიმოშვები რა, იმიტომ რომ ძალიან დიდი რესურსი მიაქვს რა. ძალიან რესურსი, ენერგიაც ძალიან ბევრი სჭირდება. კი, ხო, ყველანაირი რა და მაგიტო ეგ დასაფიქრებელი არის რა, მაგრამ თუ მიიღებ მაგადაწყვეტილებას, მე უკვე პასუხისმგებლობაც უნდა აიღო. აი შენ შულს რო ვკითხოთ მაგალითად როგორი მამა ხარ? რას გვიპასუხებენ? კაცრი, მეგობრული, თუ ყველაფერი ერთად? კაცრი არ ვარ არც ერთთან. კაცრი არ ვარ, შეთანხმებები გვაქვს რა, რაღაცეებზე ვთანხმდებით და რაღაცეებს ერთმანეთს რავი რაღაცის პირობას უაძლევთ, ვაკეთებთ, ან რაღაც შეთანხმება თუ გვაქვს, მაგ შეთანხმებას ვასრულებთ რა, თუ ესე ვიქნათ, მე ეს ვქნათ, მე ის ვქნათ რა. და რა ვიცი, ეგრე მივდივართ რაღაცა იმითი ჩხუბით და ეხა იმას არ ვამბობ, ხმაცა მიწევია და ის ოღონდ ეგ ხმისა წევა არ ყოფილა, რომ რაღაც ბავშვს რაღაცა შეურაცხყოფა, შეგულისხმობ რაღაცა თუნდაც სულელს ან რაღაცა ეგეთ რაღაცასაც რა, ანუ ეგ არ მქონია რა, მაგრამ ხმამაღლა აი რაღაც 4-ჯერ 5-ჯერ რომ ეტყვი და მაინც ისე მე ხმამაღლა მithქვავს, მაგრამ ისე რომ რაღაც პირადად მიიღოს რამე იმათ ეგეთი რაღაცა არ მქონია რა. არც ერთთან და აი თუ გაიხსენებ ისეთ შემთხვევას, სადაც აი რაღაცა ძალიან ემოციური გითხრა შენმა შვილმა, რომ მთელი ცხოვრება დაგამახსოვრდება. ბევრი რაღაცა არის სხვათა შორის ეგეთი რა, ელენესაც რაღაცები, უფრო როგორი რაღაცეები ყოფილა, იცი, აი ძალიან მოულოდნელი, აი ეხლა რომ რაღაცეებზე ვფიქრობ და რაღაცები რომ ეხლა გავიგე და ვსწავლობ, აი ეგეთი რაღაცა უთქვამთ, აი ძალიან პატარებს რა, ალბათ რა და ეგ ძალიან ის არის და აი ისიც რომ აი ბავშვისგან ბევრი სწავლა შეიძლება, ეგეც პრაქტიკაში ნახე მართლა რამდენი რაღაცის სწავლა შეიძლება რა და ეგ ესე უბრალოდ რაღაცა ნათქვამი არ არის რა, თუ დააკვირდები ბევრ ამას ისწავლე. ცოტა თემას გადავუხოთ, რაღაც უფრო სიღრმისეულად მინდა რაღაც ემოციებზე რო ვკითხო, ხშირად არის ხოლმე, როცა ამბობენ, აი რაღაც კაც ემოციურობა არ შეშვენის. აი რაღაც ეგეთი, აი როგორ უდგა, ანუ როგორ ფიქრობ, რას ფიქრობ ზოგადად ამ საკითხზე? უნდა იყოს კაცი ემოციური თუ არ უნდა იყოს? აი ებრძვი ამ სტერეოტიპს თუ არ ებრძვი? ანუ ეხლა ზოგადადაც რა, ამას რო თავი დავანებოთ, რაღაც ისეთი ის მაქვს პერიოდი მაქვს, რომ არ ვიცი ეს ვიღაცებმა ასაკის ბრალია ვიღაცამ ისო, მაგრამ ყველაფერს აბსოლუტურად, აი აბსოლუტურად ყველაფერში შემაქვს ეჭვი და ყველაფერს უსვამ შეკითხვას, რომ აი რატო რა, აი რაღაცა გითხრეს, რომ ესეა და რატოა ესე რა. შენ არ გეუბნებიან იმიტომ, არა, ვინმეს კი არ ვეკითხები. ესე გვეუბნებოდნენ. არა, ვიღაცას კი არ ვეკითხები, ჩემ თავში ვეკითხები და მივყვები მე, რომ აი რატო რა და მაქსიმალურად სადამდე შემიძლია ჩავდივარ და მივდივარ რავი უკან საიდანაც მოდის და რატომაც მოდის რა და აქედან 10-დან 9-ს საბოლოოდ იქამდე მივდივარ რომ ანუ რაღაცა ვიღაცის მოგონილი რაღაცეებია რა და ეგ დამოკიდებულება მაქვს აი ეგეთ თითქმის ყველაფერზე მსგავს იმაზე აი რას ნიშნავს კაცს ემოცია აი ვერ ხვდები რა მაგ აი ანუ რატო ვერ ხვდები რა, ანუ რაღაცა აინდები და ანუ ეგ იმას ნიშნავს, ანუ ეგ ნიშნავს რომ უბრალოდ უნდა დაფაროს. ხო, თორე კაც ემოცია არ აქვს, ანუ ერთი და იგივე ემოციები გვაქვს, ხო? ანუ ბრაზიც და წყენაც და სევდაც და ასე შემდეგ, ანუ მან კაცზე და ქალზე ხო არ არის ადამიანის რაღაც საბაზისო ემოციები რო იბადება ეგ რაღაც 3 თუ 4 მთავარი ეს ემოცია არის რა და სულ გააქვს. მაგის გამოხატვაზე თუ არის ლაპარაკი ეგეც არ მისვის რატო არ უნდა გამოხატო მაგრამ არ აქვს არ ანუ გოგოც რო ტირის და ბიჭიც რო ტირის ოკეია რა ანუ რა პრობლემაა ხო ან ის რა არის კიდე ეგ მიდგომა არის რომ ის მიდგომა კი არა იციან ხოლმე ეგ მე ჩემი ბავშვობიდან მახსოვს მაგრამ ეხლაც რო ხვდები ხომ ეგ სირცხვილია რა გატირებს და ბიჭი თუ ტირებს გოგოები მოდიან ეხლა არის ტირობა 4 წლის ბავშვები როცა ეუბნებიან რომ რატო ბიჭი ხარ გოგო ხო არა ხარ რა გატირებს ოღონდ ეგ ვერ ხვდები შეურაცხყოფად უნდა მიიღოს ბავშვმა თუ შეიძლება ანუ ბავშვი უნდა იყოს ანუ როცა რაღაც გულწრფელ ემოციას გამოხატავს
ვიღაცა იქიდან უბლოკავს, რომ ანუ სისულელეზე ტირი ეუბნება, მაგას ნიშნავს ეგ, ანუ ეხა ის 3 წლის და 4 წლის ბავშვი რაღაც შეიძლება რაღაც манипуляციას მიმართავდეს სახში, რომ რაღაცა მიცე ის წოწონი დაიწყოს, მაგრამ როცა რაღაცაზე მართლა ტირის რა და მაგ დროს მაგას ეუბნები, რომ ანუ სისულელეზე ტირი ხარ, გოგოები მოდიან და აქ ცხენია ეხა, აი არ ფიქრობენ მაგას რომ ეუბნებიან რა და მაგიტო ეუბნებიან მაგას რაღაც 10 წუთი მაინც რომ დაფიქრდე ჩემი აზრით მიხვალ იქამდე რომ შენ ეუბნები სისულელეს ის კი არ ტირის სისულელეს თქვენ თავიდანვე შევაგონებთ ამ სისულელეს ესე ვთქვა როგორც შენ აღნიშნე ბრაზდები ხოლმე გაბრაზების შემთხვევაში თუ გაქვთ რაღაცნაირად ესე როლები გადანაწილებული აი კარგი და ცუდი პოლიციელის წყალებში როლებს აღნიშნავ თუ ესე მაინც ერთად ხეთხართ და განიხილავთ მაგ ყველაფერს ხო არა ეგეთი რაღაცა რა ვიცი ჯერჯერობით არ ან თქვენთან არ არის ხო აი მალე მოდი თორე მამა შენი გაგიждდება ეგეთი რაღაცა არა მამით შეშინებენ არა ხო არა ძალიან ხშირად აღნიშნავ ხოლმე და თქვი კიდე ანუ ეგ უფრო აი სადღაც ბაღში ან სხვასთან თუ არის და იმათმა ისინი თუ ეუბნებიან ამასაც ცოტა უყურს ხოლმე ხა მამაშენს ვეტყვი იცოდე თუ რაღაცას თუ ეუბნებიან ხო მაინც მამა მოყავთ ხო მაგალითად ხო ანუ რაღაცა თემატყება და გაბრაზებაზე ან ცოტა ბავშვობისკენ გადავიწევი შენი ბავშვობა მინდა ესე ვთქვათ გავიხსენოთ რა თუ ქონდა თუ გაკალდა ისეთი რაღაც რაც ახლა პირობითად შენ შვილებში აუცილებლად ინაზღაურებ მე მე ვინაზღაურებ თუ იმათთვის მე რაც რაღაცა ისეთი პირობითად რაც შენ დაგაკალდა შენი მშობლების მხრიდან თუდაც აი რაღაც ემოციური ფონი რაზეც ახლა ხშირად ამახვილებ შენ უშვილებს და ყურადღებას და ცდილობ რომ ეს ყველაფერი ამათთან აანაზღაუროს ხო რა აი ეგ უფრო რა ალბათ მაქსიმალურად აი ეგ ემოციურად ვცდილობ რომ ეგ სიახლოვე მქონდეს რა და იმანაც იცოდეს და რა მგონია ეხა ნიკა პატარაა ჯერ, მაგრამ მგონი ელენეს თვითონაც აქვს რა ეგ დამოკიდებულება, რომ იცის რომ რა ვიცი რაც უნდა იყოს იმ ხრიდან მიუდგები, საიდანაც რაღაც ემოციურად მაგ დროს ჭირდება რა და ეგ მგონია ეხა ჩემ დროს ეგ იქ თავარი იყო მასწავლებელი არ გაბრაზებულიყო და მე რა ემოცია მექნება და ეგ რა ვიცი აი ჩემ დროს მაგალითად მე რო ბავშვი ვიყავი ძალიან ხშირად მქონდა ხოლმე რასაც დღეს მაგალითად დედაჩემს ვეუბნები ხოლმე რა რაღაც კითხვა რომ მქონდა პირობითად და რატომ რომ კითხულობდი ჩემი პასუხი ხშირ შემთხვევაში იყო იმიტომ და დღემდე მომყვება ეს რა რომ აი მეც ხშირ შემთხვევაში ჩემი მეგობრები შვილები იქნებიან მიშულები არასდროს უპასუხოდ არ დამიტოვებ შენ თუ მქონდა ეგეთი რაღაცა რაც დღემდე მომყვება კი ეგ ხო ეგ რა თქმა უნდა ეგრე იყო ეგ რაღაცა ანუ ის იყო რა აი ყველა ეგრე ვიყო ყველა ერთნაირი იყო ტრენდივით იყო ხო რაღაცა ეგ იყო სწორი რა ეგრე უნდა გაეზარა და ჩვილები ხო მე გამქცევია ეგ რა ანუ მე 12 შეკითხვაზე მithავს რამდენიმე ჯერ მაგრამ მე დამიწყია რა ისე ვახსნა და ხო ეგეთ მაგასაც დიდ ყურადღებას ვაქცევ იმიტომ რომ ეხლა ისეთი ასაკი აქვს რომ აი ყველაფერზე რატო აქ რა აი რაღაც ერთი და იგივე რაღაცაზე შეიძლება 9 ის გაყვეს რა ფაზად რატო მე ის რატო და ხო მაგაში ვცდილობთ რომ პასუხი გავუცეთ რა ის მაქსიმალურად რა ეგ ხშირ შემთხვევაში მამები ყოველთვის ერთვებიან როგორ დროს იცი აი ბავშვი უკვე რო 1 წლისან 2 წლისან რაღაცა უკვე მაშინ იწყებენ ამ ჩართულობას ამ ბავშვის თითქოს აღზრდაში გაზრდაში რავი როგორც გინდა ისე უწოდა აი შენ მაგალითად რას ურჩევ ეგეთ მომიკოებს რა შენ ხო დაიწყე თავიდანვე ჯერ კიდევ ორ სლოვიდანვე დაიწყე ამაში ჩართულობა აი ეგეთ მომიკოებს რა რჩევა მისცემ რჩევა მივცე აი რატო უნდა ჩაერთონ პირობითად რატო უნდა ჩაერთო ანუ ეგ მგონია რომ ის რო არა რომ მარტო მისი შვილია სხვა ხო და არ ვიცი ხა იმ მაგაზე მე ანუ მე მგონია რომ მაგ დროს რო რჩევა მოეცა ჩემთვის ეგ ანუ ეგ არ მგონია რომ ეგ არ იმუშავებს რა რომ ეხა მე რჩევა მივცე მამას თავის შვილზე თვითონ თუ არ მივიდა მაგამდე და თვითონ თუ არ გაიაზრა და არ მიხვდა მე ჩემი რჩევით აი რა უნდა შეცვალოს ეხა მგონია რომ ანუ რჩევა ზოგადად ბევრი ითვალისწინებს რჩევას
რა ვიცი, რჩევა არის ალბათ რომ არ ვიცი რა დაუჩიო. ანუ უკეთესი იქნება თუ თავის შვილთან მაქსიმალურად ახლოს იქნება და გაიცნობს და აი ერთი რჩევა შეიძლება აქეთ თავიანთთვის რომ რამე წამოიღონ მაგ მხრივ ვიცი რომ ანუ მართლა ბევრი რაღაცის სწავლა შეიძლება ბავშვისგანაც თუ იმის გაზრდაზე დიდად არ ფიქრობ თავის თავზე ვაიც რო იფიქრე თუნდაც ანუ ის რომ მეუღლის გვერდში დგომა არის თუნდაც ის რომ პირობითად ანუ სხვადასხვა მიმართულებით არა მარტო ის რომ მისი შვილია და აუცილებლად უნდა გაზარდოს რა თქმა უნდა და აღზარდონ მაგრამ მეორე მხრივ რომ ანუ მეუღლე არის დედა არის რომელმაც აი რავი რამ ხოლმე სასწაული მოახდინა მოავლინა ქვეყანას ადამიანი და ხო აი ჩაკი ჩამოაყალიბე ყველა მე მივეცი ხო ბაკი უბრალოდ ანუ იმიტომ რომ ცოტა ისე ვარ ანუ ხო სწორია ალბათ რომ რაღაცნაირად ახსნა ეგ და მიაწოდო რა რომ შეიძლება ვერ უყურებს მაგ მხრიდან და მე მაგითი შეხედოს რა მაინც მგონია რომ რჩევით არ შეიძლება ეგ რა გიორგი მოკლედ ჩვენი გადაცემის დასასრულს ეს პატარა ბლიც სწრაფ ინტერვიუსავით მინდა რაღაცები რომ შეგეკითხო სამი რაღაც რამ მამობის შემდეგ აღარ მოგწონს მაგრამ ადრე მოგწონდა აუ ეგ კი ვერ მოვიფიქრე სამი რაღაც არ ვიცი მაგას ვერ ხვდები ხარა სამი რა შეიძლება ჩამოვთვალო მაგრამ აი ის არ მომწონს რომ აი ეგ დანაშაული შეგრძნებებმა მოიმატა ჩემში რაც ბავშვები არიან რა ეგეც ერთ-ერთი მიზეზია რომელი უფრო რთულია 12 საათიანი გადაღება თუ ბავშვს აბანავებ ბავშვს 12 საათიანი გადაღება რა თქმა უნდა და რა სუპერ ძალა დაგჭირდებოდა რომ მამობა კიდევ უფრო გაგიადულდეს სუპერ ძალა არ ვიცი ალბათ ეგ რა რომ ემოციების მართვა ემოციების მართვა რომ შემეძლოს როცა მინდა გამოვთო როცა მინდა ჩავთო რა ემოციაც მინდა ალბათ ეგ რა მაგრამ ეგეც მგონია რომ აი ზედმეტი არის ხა რა ანუ აი რატო უნდა ვაძალო თქვა თუნდაც აი მაგ შემთხვევაში რომ აი 18 საათი არ მომეშალოს რამეზე ნერვები ხო არა ჩვენ ადამიანები ვართ და ჩვეულებრივია ხო არ არის საჭირო არაფერი მაშინ რას ეტყოდი ეგ ჩემთვისაც გამომადგებოდა ბავშვის გარეთ არა მარტო ბავშვის გარეთ კი ბატონო რას ეტყოდი შენ შვილებს ყველაზე მნიშვნელოვანს ჩემ შვილებს ყველაზე მნიშვნელოვანს ვეტყოდი რომ დასვან შეკითხვები და არაკეთონ არაფერი გაუაზრებლად. ეგ ყველაფერში გამოადგებათ და იყვნენ უწრფელები რა. თავის თავთან. როდესაც მარტო რჩები ბავშვთან ყველაზე რთული რა არის? ყველაზე რთული რა ვიცი რა, მაგ დროს ბავშვი ყურადღებით უნდა იყო მაქსიმალურად რა და რთული რა ვიცი. და ეგ რა ალბათ რომ ჩართული იყო მაქსიმალურად აი ემოციურად რაც თავიდანვე თქვი და ტყუილა არ იყო ფიზიკურად არ იყო მარტო რა და ეგ მარტივი არ არის ხა რაზეც ვილაპარაკეთ არაფერი არ არის მარტივი რა რთული არის რა ძალიან მაგრამ ნუ ალბათ ეგ რომ მაგას ეცადო რომ ბოლომდე იქ იყო და მარტო ფიზიკურად არ იყო რა ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო დიალოგისთვის. მე კიდევ შეგახსენებთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი გვერდი დედები, დაგვილაიქოთ და დაგვიწეროთ კომენტარები. მამებიც მიაწერეთ.